ევა ღვინაშვილი ერთ-ერთია, ვინც უბნის ექიმთან შევსებული სარეგისტრაციო ბარათი უკვე მიიტანა. თერაპევტმა განუმარტა, რომ მას მარტიდან უფასო მომსახურებას გაუწევენ. Თქვენ უკვე ოფიციალურად დარეგისტრირებული ხართ. 1 მარტიდან ამუშავდება ეს პოლისი შევა ძალაში, როდესაც დაგჭირდებით, მოგზავნებთ. მე და ყველა მოსული პაციენტი უკმაყოფილი იქნება, აქამდე თუ ფასიანი იყო, ეხლა ამით უფასოა და რა გაჭირვება როცა გექნება, მაშინ არ გემეტებოდა შენ სოციალარი იყო თუ რაღაცა და ეხლა მოვალ. საავადმყოფოში ამბობენ, რომ თერაპევტისა და პედიატრის მომსახურება 20 ლარი ღირს და დაბალი სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობის ნაწილი ექიმთან ვიზიტს ვერ ახერხებს. ახლა იმედი აქვთ, რომ პაციენტების მომართვიანობა გაიზრდება. ამ ეტაპზე რეგისტრაცია მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ უბნის ექიმები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აღწერას ახდენენ. ვაზუსტებთ ამ სიებს და ამას ვაწვდით სამინისტროს, რომ პოლისი მოვიდეს მათ სახელზე. ასევე ვაზუსტებთ მათ მდგომარეობას, გვაქვს სპეციალური ფორმები, სადაც წერია მონახაზი, მიახლოებით რა თქმა უნდა, ჯერ შეიძლება ყველა გამოკვლეული არ არის, აქ ხდება ის მონახაზი, რაც თვითონ იცის მოსახლეობამ, რაც ჭირს. საყოველთაო დაზღვევა ერთ კვირაში ამოქმედდება. მოსახლეობა ახალი პროგრამით კმაყოფილია, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ნაწილს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. არ ვიცი, ვერ ვერკვევი ჩვენ მაგ დაზღვევაში. ძალიან უჭირთ ხალხს ექიმთან მისვლა და იქ ხომ არის გადასახადი დაწესებული ძალიან ბევრი ავათარის, მაგრამ ვერ ახერხებს წასვლას და თავის ყურადღებას ვერ აქცევს თავის თავს. როგორც შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, პოლისით გათვალისწინებულია ორი მთავარი ბლოკი. პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს ოჯახისა და უბნის ექიმებთან და თერაპევტებთან ვიზიტების უზრუნველყოფას. გადაუდებელი მდგომარეობების მართვა კი არსებული დაავადების უეცარ გაუარესებას და უეცარი შემთხვევის შედეგად მიღებულ ტრამვებზე სამედიცინო მომსახურების მიღებას მოიცავს. მოიცავს ოჯახის ექიმთან, უბნის ექიმთან, თერაპევტთან, ან პედიატრთან ვიზიტის შესაძლებლობას. ამ მხრივ არანაირი თანხმობრივი ლიმიტი არ მოიაზრება. გადაუდებელი მდგომარეობა შეიძლება დადგეს ორი ძირითადი მიზეზით. ეს შეიძლება იყოს არსებული დაავადების უეცარი გაუარესება, ან რაიმე სახის უბედური შემთხვევა, რომელიც იწვევს გარეგან და გარე ფაქტორებით გამოწვეულ დაზიანებას. უფრო მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ტრავმა, სიმაღლიდან ვარდნა, ავტოსაგზაო შემთხვევა, ჭრილობა, ასე შემდეგ. როგორც ცნობილია, 1 ივლისიდან არსებულ პაკეტს გეგმიური სერვისი დაემატება, როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონალურ დონეზე.